სუიციდის შემთხვევა ცდილობა გლდანის ციხეში. სპეცრაზმის ყოფილი მეთაური, რომელიც ეგრეთ წოდებული კორტების სპეცოპერაციის საქმეზეა ბრალდებული, თავს დამნაშავედ არ ცნობს. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი ადვოკატისთვის ამ დროისთვის სავარაუდოდ ცნობილია. დეტალების შესახებ კახაშონია რამდენიმე წუთში ცხრიანის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. კახანაკანიკიმის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და გლდანიდან ეგრეთ წოდებული მატროსოვის ციხეში გადაყვანას ითხოვს, სადაც ბრალდებული სპეცრაზმელები იმყოფებიან. დღევანდელ ფაქტს სასჯელ ახსნილების სამინისტრო საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა დაახლოებით 1 საათის წინ მინისტრის მოადგილემ კახიშვილმა გააკეთა განცხადება. ახლა სოფო ბერიძე გაგვესნობს ამ თემის შესახებ უფრო მეტ დეტალს. სოფო, გისმენთ. გლდანის ციხეში ყოფნის 72 დღე და თვითმკვლელობის მცდელობა. ეგრეთ წოდებული კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულმა კახანაკანმა სამართლებით 14 ჭრილობა მიიყენა. სუიციდში თბილისის სპეცრაზმის ყოფილ მეთაურს ხელი ბადრაგის თანამშრომელმა შეუშალა. სამარტოეს საკნიდან ნაკანი ახლა ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ადვოკატის ვარაუდით კიდევ 1 კვირა დარჩება. ნაკანის უფლებადამცველმა ჯერ ზუსტად არ იცის, რა მიიყვანა სპეცრაზმელი ამ ნაბიჯამდე, თუმცა კახაშონია იმასაც ამბობს, რომ ნაკანმა გლდანის ციხიდან ეგრეთ წოდებული მატროსოვის ციხეში გადაყვანა არაერთხელ მოითხოვა, ის რაც ჯერ არ იცის ადვოკატმა, იცის სასჯელ ახსნილების სამინისტრომ უწყებამ დღის ბოლოს თქვა, რომ საქმეზე მოკვლევა დაწყებულია და ნაკანმა თვით დაზიანება დაკავებული სპეცრაზმელებისა და ფირცხალავსადმის სოლიდარობის გამო მიიყენა. ნაკანი იმყოფება განცალკევებით საკანში დახურულ სართულზე, სადაც მასთან ერთად სხვადასხვა საკნებში იმყოფებიან 112 ყოფილი პოლიციის თანამშრომლები. მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მაინც და მაინც მატროსოვის დაწესებულებაში უნდა იყოს გადაყვანილი არ არის სწორედ. ძირითადად იმ დოკუმენტში, რომელიც მოპოვებულია საგამოძიებო სამსახურის მიმართ, რომელიც დაწერილია მისი ხელით, დაზიანების საფუძვლად აცხადებს პოლიტიკურ მხარდაჭერას ფირცხალაოს მიმართ და პროტესტს გამოცხავს სპეცნაზელების დაკავების გამო. ეგრეთ წოდებული კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელებს შორის ნაკანი ერთადერთია, რომელიც დაკავების მომენტიდან გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება. მასთან ერთად ბრალდებულები კი სასამართლოს განაჩენს ეგრეთ წოდებული მატროსოვის ციხეში ელოდებიან. ნაკანის თვითმკვლელობის მცდელობა დღეს პოლიტიკოსების განცხადების მიზეზიც გახდა. ნაციონალურმა მოძრაობამ ციხის საავადმყოფოდან მისი გადაყვანა მატროსოვზე მოითხოვა. კატეგორიულად მოვითხოვთ კახანაკანი ციხის საავადმყოფოში მკურნალობის დამთავრების თანავე იქნას გადაყვანილი მატროსოვის ციხეზე და არა გლდანის მერვე დაწესებულებაში რამოდენიმე დღის განმავლობაში გადაწყდეს მისი და სხვა სპეცრაზმელების წინასწარ პატიმრობაში ყოფნის შეწყვეტის საკითხი. რიგითი სპეცრაზმელების მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა. ჩემთვის ორი საკითხია მნიშვნელოვანი. ერთი ის, რომ ამ მკვლელობაზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს, სისხლი დაიღვარა და ვიღაცამ ამაზე პასუხი უნდა აგოს და მეორე სპეციალური დანიშნულების რაზმის მეთაურის ფსიქიკა უნდა იყოს ბევრად მყარი, ვიდრე სუიციდის აქტია ან თვითგვემის სხვა აქტით იქნება ეს გამოხატული. ზეწოლა და უკანონო მოქმედებები რო დაუშვებელია, ეს ცხადია. იმ პოზიციას, რომ თქვათ სპეცნაზელის მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს და უნდა დადგეს რაღაც უფრო მაღალი თანამდებობის პირის მიმართ, რა თქმა უნდა, არ გავიზიარებ და ვერ გავიზიარებ, ვინაიდან არსებობს პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის პრინციპი და პერსონალური პასუხისმგებლობის პრინციპი. კახანაკანი კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით სხვა სპეცრაზმელებთან ერთად 2 თებერვალს დააკავეს. ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. პირველი წინა სასამართლოს ხდომა 26 მარტს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა 18 მაისამდე გადაიდო. მადლობა, ეს სოფო ბერიძე იყო კახანაკანის სუიციდის მცდელობის შესახებ და ახლა ჩვენ ამ თემას ვაგრძელებთ სტუმართან ერთად. დაკავებულ კახანაკანის ადვოკატი კახაშონია გვერდება პირდაპირ ეთერში, რომელიც ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის მისი ჯანმრთელობის შესახებ და ასევე იმ პროცედურებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს. საღამომშვიდობის, მადლობა რომ ხართ ცხრიანი სტუმარი. როგორია დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მკურნალობის კურსს გადის. გქონდათ თუ არა შეხვედრის შესაძლებლობა და რა გითხრათ სუიციდის მცდელობის მიზეზად, რა დაასახელა? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ეს ფაქტი მოხდა გუშინ საღამოს დაახლოებით 9 საათზე გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა კახაბერნაკანმა საპარსი საშუალების ანუ ბრიტვის გამოყენებით სცადა თვითმკვლელობა და გადაიჭრა ვენა. დღეს მე შევხვდი ბრალდებულს, ის გადაყვანილი გახლავთ ციხის საავადმყოფოში, სადაც უტარდება მას სათანადო მკურნალობა.
და ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ დამაკმაყოფილებელია, მიუხედავად იმისა, რომ მას დაკარგული აქვს დაახლოებით 2 ლიტრამდე სისხლი. ბატონ გახა, ჩვენ საშელახსრულების სამინისტროს განცხადება მოვისმინეთ, მიზეზად ერთგვარ მიზეზად დასახელდა სოლიდარობის ნიშნად თითქოს ეს გააკეთა კახანაკანმა. თქვენ რა მოისმინეთ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფისგან, რა იყო მოტივი? სოლიდარობა, პროტესტი, თუ მისი თქვათ ფსიქიკური მდგომარეობაც შესაძლოა განვიხილოთ მიზეზად? Ну, რამდენადაც ვიცი, მე ეს ინფორმაცია სამწუხაროდ არ მომისმენია, მაგრამ რაღაც წერილზე არის საუბარი, რომელიც მე არ მინახავს. აქედან გამომდინარე მე არ ვიცი, კახაბერნაკანმა ვინმეს გამოუცხადა თუ არა სოლიდარობა, რომც გამოიცხადებინა, თქვათ, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ფორმით და ეს ფორმა აირჩია და ამ ფორმით გამოუცხადა სოლიდარობა. ან თქვენ არ გიკითხავთ მისთვის ვერ მოახერხეთ თუ არ ვიცი ვერ მოხერხდა მოტივის შესახებ დიახ მას წვეთოვანი ედგა ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დიდი ხნის კომუნიკაციის საშუალება მასთან არ მქონია და შეხვედრების პერიოდში თქვენ ხომ არ შეგიმჩნევიათ მას ჰქონდა დეპრესია იყო დავუშვათ აგრესიული ან ამ პროცესებიდან გამომდინარე იყო დათრგუნული, იმიტომ რომ დღეს საუბრობდნენ, რომ სპეცრაზმერის ფსიქიური მდგომარეობა გაცილებით უფრო მდგრადი უნდა იყოს, ვიდრე ეს კონკრეტული შემთხვევა იყო. დიახ, მოგახსენებთ, მე მას მინიმუმ კვირაში ერთხელ ხვდები, ანუ არანაირი დეპრესია მისთვის არ შემიმჩნევია. უბრალოდ განიცდიდა იმ ფაქტს, რომ ის დღიდან დაკავებისა, ანუ 2 თებერვლის შემდგომ დღემდე იმყოფება სამარტო საკანში, მარტო არის მოთავსებული და ეს რა თქმა უნდა შეიძლება აღვიქვათ და არის კიდევაც ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა. ვიცით ყველამ რომ კომუნისტების დროს სამარტო საკანში ათავსებდნენ სიკვდილ მისჯილებს და არ არის ეს პიროვნება საზოგადოებისათვის საშიში რომ თქვათ ასეთ იზოლაციაში ყავდეთ თვეების განმავლობაში. ბატონ გახა, პრინციპში კახანაკანი არის ერთადერთი თუ არ ვცდები, ვინც არ იხდის სასჯელს გლდანში, უბრალოდ იხდის გლდანში და არა მატროსოვზე, ეგრეთ წოდებულ მატროსოვზე. თქვენ ხომ არ აპირებთ რომ დააყენოთ თქვათ ეს საკითხი დღის წესრიგში, რომ მოითხოვოთ მისი გადაყვანა სასაპატიმროში? მოგახსენებთ ანუ ამ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულები ვინც არიან, კახაბერნაკანის და ერთ-ერთი ბრალდებულის კიდე ბეროძის გარდა სხვა დანარჩენები არიან მოთავსებული ეგრეთ წოდებული მატროსოვის ციხეზე. თვეების განმავლობაში კახაბერნაკანი ითხოვდა მატროსოვის ციხეზე გადაყვანას. ამასთან დაკავშირებით მე მივმართე შესაბამისი წერილებით როგორც საშელახსრულების სამინისტროს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველს, მაგრამ სამწუხაროდ რეაგირება ამ განცხადებებს არ მოჰყოლია. იმდენად რამდენადაც ფაქტის ახეზეა, რომ კახაბერნაკანი დღემდე იმყოფება მერვე დაწესებულებაში და სწორედ გუშინ საღამოს მოხდა ეს ძალიან ცუდი. მერვე დაწესებულებაში მისი ყოფნა არის კანონდარღვევა. გასაგებია, რომ რამდენჯერმე უკვე მოითხოვეთ ეგრეთ წოდებულ მატროსოვზე მისი გადაყვანა. რატომ? მერვე დაწესებულებაში მისი ყოფნა როგორც ასეთი კანონდარღვევა არ არის, იმიტომ რომ ეს კანონში არსად და არსად გაწერილი არ არის. ის იმყოფება ეგრეთ წოდებულ ისეთ კორპუსზე, სადაც მოთავსებულები არიან პოლიციის ყოფილი თანამშრომლები, პროკურატურის და ასე შემდეგ, ანუ ბრალდებულები და მშავრდებულები ვინც არიან. მაგრამ კახაბერნაკანი მოგეხსენებათ რომ არ არის რიგითი თანამშრომელი, ის წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, გახლავთ პოლიციის პოლკოვნიკი და თვითონ ჩემთან საუბარშიც არაერთხელ აღუნიშნავს მას, რომ სწორედ მის მიერ დაჭერილი ადამიანებიდან ძალიან ბევრი დღესდღეობით ჯერ კიდევ იმყოფება გლდანის მერვე დაწესებულებაში და აქედან გამომდინარე ის მიზანშეწონილად თვლიდა და მეც მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ის აუცილებლად მოთავსებული უნდა იყოს მატროსოვის ციხეზე. გასაგებია, მადლობა. ეს იყო ჟენია კახანაკანის ადვოკატი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმის ყოფილმა მეთაურმა დღეს თვითმკვლელობასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ადვოკატმა გითხრა ცოტა ხნის წინ, ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია.